დღევანდელი ჩვენ დისკუსია ეძღვნება ნიკოლო მაკიაველის, რომელიც მოგეხსენებათ ისწავლება ჩვენთან უშუალოდ პლატონის შემდეგ. პლატონსა და მაკიაველის შორის 2000 წელია და მე მგონი ღირს რამდენიმე წუთით მიუძღვნათ იმას, რომ არ დაიკარგოს ასე ვთქვათ მთლიანობის და უწყვეტობის ან მემკვიდრეობითობის შეგრძნება ამ ორ მოაზროვნეს შორის, თუმცა მათი მასშტაბი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. ადამიანს საერთოდ ორი შესაძლებლობა აქვს რეალობის შესამეცნებლად. პირველი ის, რომ დაარქვას ყოველ ახალ მოვლენასა თუ საგანს საკუთარი სახელი. მაგრამ ეს შეუძლებელია იმის გამო, რომ სულ მალე ამოიფსება მეხსიერება და არ იქნება შესაძლებლობა დავინახოთ რეალობაში რაიმე სტრუქტურა, რაიმე ხერხემალი, რაიმე საფუძველი იმისათვის, რომ განვითარდეთ ჩვენ თვითონ და რაღაცნაირი სხვებს რომ ავუხსნათ, როგორ არის მოწყობილი ქვეყნიერება. ამიტომ არსებობს მეორე გზა. დავარქვათ სახელები საგანთა და მოვლენათა ჯგუფებს, რომლებიც რაღაც გარკვეული პრინციპით იქნებიან, ასე ვთქვათ, შერჩეულები. ალბათ სხვა მრავალ ღვაწლთან ერთად ბერძნულ ფილოსოფიას, კერძოდ პლატონს და კერძოდ მის იდეების შესახებ მოძღვრებას სწორედ ეს ფუნქცია ჰქონდა შესრულებული. სწორედ აქ ვხედავ მე მაკიაველისთან მისასვლელს და მინდა შემოგთავაზოთ ასეთი მეტაფორა. წარმოვიდგინოთ, რომ სადღაც აპრილის დასაწყისში გამოვძვერით პლატონის გამოქვაბულიდან და დავიწყეთ შეცნობა ქვეყნიერების. და აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს ასეთი მოვლენა, როგორც არის წვიმა. ეს რახანაც რამდენიმე წვიმა მაინც ვნახეთ, დავარქვით ამას ზოგადი სახელი, შევქმნით წვიმობის იდეა, მაგრამ მივაღწიეთ სადღაც ნოემბრის ბოლომდე და წამოვიდა თოვლი. ესე იგი, ჩვენ დავდგებით გარკვეულ ისტორიულ მომენტზე, აი ამ საწყისი ცნებების შეცვლის, გამდიდრების აუცილებლობასთან. რა ხდება ამ მომენტში? ამ მომენტში აღმოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის, რომ წვიმა და მისი იდეა არის მოცემული ზეგარდმო, ამიტომ ყველაფერი ახალი, შემოტანილი, ეს არის ერესი და ამიტომ არ შეიძლება ეს. გამოჩნდება ვიღაც სხვა, რომელიც იტყვის, რომ ეს სრულიად განსხვავებული რამ არის, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც შეიძლება გავს. გამოჩნდება კიდევ მესამე, რომელიც იტყვის, მოდით შემოვიტანოთ ახალი ცნება, ატმოსფერული ნალექი და განვიხილოთ წვიმა და თოვლი მის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კერძო გამოვლინებებად. ამათ შორის დაიწყება მეტნაკლებად მწვავე კონფლიქტი, შეიძლება ვინმემ დაასრულოს ცხოვრება კოცონზე, შეიძლება ვინმეს დაერქვას გენიოსი. მე ვფიქრობ, რომ მაკიაველი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც შეესწრო ამგვარ ისტორიულ აუცილებლობას, რომ შეცვლილი იყო ის ძირითადი სისტემა ცნებების, რომელიც იყო მიღებული აქამდე. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მაკიაველიმ თვითონ შეიგნო ეს. რომ მართლაც შემოიტანა რაღაც ახალი, რომ შეცვალა, ასე ვთქვათ, აზროვნება რაღაცნაირად ძირფესვიანად, მსგავსად იმისა, როგორც კოლუმბმა ვერ შეიგნო, რომ აღმოაჩინა ახალი კონტინენტი. სინამდვილეში ის, რასაც მე ახლა მივაწერ მაკიაველის, ეს არის გვიანდელი ინტერპრეტაციის შედეგი. ახლა კი ვნახოთ რა შემოიტანა მან. ამისათვის დავაკვირდეთ პლატონსა და მაკიაველის შორის კიდევ ერთ მსგავსებას. ბევრი შენიშნავს, რომ პლატონი შეესწრო ათენის დამარცხებას, მისი მშობლიური ათენის დამარცხებას სპარტელების მხრიდან
და შესაბამისად თავის სახელმწიფოში სპარტის, ლაკედემონის ბევრი სოციალური თვისება და ელემენტი სწორედ ამიტომ შეიტანა. რახან რამაც ჩვენ დაგვამარცხა, ის უფრო კარგია, ის უფრო ღირსეულია, ის უფრო მიბაძვის ნიმუშია. შეიძლება ითქვას, რომ 1469 წელს დაბადებულმა ნიკოლო მაკიაველიმ ასეთივე შინაგანი ტრავმა განიცადა ორი ამავე დროს. პირველი ის, რომ 1494 წელს ფლორენციაში შემოვიდნენ ფრანგები, რომლებმაც მოახერხეს ცენტრალიზებული ერთიანი სახელმწიფოს შექმნა და იტალიურ პროვინციალიზმს დაუპირისპირეს თავიანთი ზარბაზნები. და მეორე 4 წლის შემდეგ ეს იყო ჯიროლამო სავონაროლას რესპუბლიკის კრახი. ანუ რელიგიურ საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო წყობის მარცხი. სწორედ აქედან შეიძლება ითქვას, გამოიტანა მაკიაველიმ ორი თავისი ძირითადი დასკვნა, რომ წარმატებული საზოგადოების შექმნა შეუძლებელი არის ერთი მხრივ პროვინციულ ნიადაგზე, ამისათვის ჩვენ უნდა შევაგროვოთ და გავაანალიზოთ კაცობრიობის საუკეთესო მონაპოვრები, როგორც ისტორიის, ასევე მოდით დავარქვათ ასე საზოგადოების თვალსაზრისით, თუმცა ეს ტერმინი არ არსებობდა იმ დროს. და მეორე, რომ რელიგიური ასკეტიზმის ღირებულებებზე, მაშინ როდესაც ძირითადი მიზანი არის სულის ცხონება, აი ამ პრინციპებზე წარმატებული საზოგადოების და მით უმეტეს სახელმწიფოს შექმნა არის შეუძლებელი. ეს ასე ვთქვათ, ისტორიული და უარყოფითი ნეგატიური საფუძვლები იმისა, თუ რას წარმოადგენს მაკიაველი. მაგრამ არის ერთი პოზიტიური საფუძველიც და ეს პოზიტიური საფუძველი არის რენესანსის მოვლენა, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პროცესი. რაში მდგომარეობს ეს? რა თქმა უნდა, ბევრ რამეში, კერძოდ იტალიური კულტურის აყვავებაში, რაც პირველი გვახსენდება, როდესაც გვესმის სიტყვა რენესანსი, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში გვჭირდება სხვა რამ. რენესანსი უპირველეს ყოვლისა იყო ადამიანთან დაკავშირებული ცოდნის და საერთოდ თვითონ ადამიანის როგორც ასეთის დაყენება ცენტრში. ამ შემთხვევაში თუ შუა საუკუნეებისათვის ყველაზე მთავარი იყო ღვთისქმნილება, კოსმოსი და ადამიანიც კი იყო განხილული როგორც კოსმოსის, შეიძლება ითქვას, შემცირებული კერძო სახე, ანუ მიკროკოსმოსი. რენესანსს უკვე აღარ სჭირდება ასეთი რამ და ადამიანი თავისთავად წარმოადგენს ღირებულებას. გავს ის მის გარესამყაროს, მის ყაიდაზეა შექმნილი თუ არა.